მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ JavaScript-ში პრიმიტიულ და რეფერენს ტიპებზე. სანამ ვიდეოზე გადავალ, მოდი ჩამოვთვალოთ თითოეული ტიპის, ასე ვთქვათ, სია. პრიმიტიულ ტიპებში იგულისხმება შემდეგი ტიპები, ესენია number-ი, string-ი, boolean-ი, undefined-ი, null-ი, სიმბოლი და big-int-ი, ხოლო reference ტიპი არის ობიექტი, ფუნქცია და მასივი, object, function და array. მოდი ახლა ვისაუბროთ თუ რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ ხდება მათი შენახვა მეხსიერებაში. კომპიუტერის მეხსიერებაზე მაქვს საუბარი. მოდი გავაკეთოთ ახლა ესეთი მაგალითი, ავწეროთ ცვლადი let a მაგალითად და ამ a-ს მივანიჭოთ რიცხვით მნიშვნელობა 10. შემდეგ ავწეროთ ესეთი ცვლადი b და ეს b ცვლადი უდრიდეს ამ 10 ცვლადს. და შემდეგ გავაკეთოთ ესეთი რაღაც, რომ b-ს მივანიჭოთ ახალი მნიშვნელობა. ანუ b უდრიდეს მაგალითად 20 და შემდეგ დავლოგოთ ორივე მნიშვნელობა კონსოლში და კონსოლში ასევე დავლოგოთ b. ახლა გავარჩიოთ უშუალოდ ამ მაგალითის მნიშვნელობა და რა ხდება. პირველ რიგში ჩვენ ავწერეთ ცვლადი a, რომელსაც მივანიჭეთ ჩვენი კომპიუტერის მეხსიერებაში რაღაცა 10 მნიშვნელობა. შემდეგ b ცვლადს მივანიჭეთ, ასე ვთქვათ, a ცვლადი. ახლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეხსიერებაში b ცვლადს მიინიჭება a ცვლადში შენახული მნიშვნელობის კოპია. ანუ რეალურად ჩვენ b-ში შევინახეთ 100 მნიშვნელობის კოპია, ანუ 10-ის კოპი შევინახეთ მეხსიერებაში, რომელიც საერთოდ ცალკე ჩანაწერად მიინიჭება ჩვენს მეხსიერებაში. ხოლო როდესაც მოვახდინეთ ჩვენ b-ზე ახალი მნიშვნელობის მინიჭება, ამ დროს რა მოხდება? ამ დროს მოხდება ესეთი რაღაც, რომ ჩვენს მეხსიერებაში ამ b-ზე რო იყო 10 მნიშვნელობა ჩაწერილი, ის 10 ასე ვთქვათ, შეუცვლელი დარჩება მეხსიერებაში, ხოლო მიენიჭება, ანუ გამოიყოფა ახალი მეხსიერება და ჩაიწერება 20. ხოლო კითხვა თუ ისმის ახლა რა მოუვიდა იმ მნიშვნელობას, რომელიც b-ს ჰქონდა მინიჭებული, მანამდე ის 10 ხო? მაგას მიხედავს ეგრეთ წოდებული JavaScript-ის ნაგვის შემგროვებელი ქვია garbage collector-ი და თვითონ ავტომატურად JavaScript-ის, ასე ვთქვათ, core-ი, ფუნქციონალი ავტომატურად გაასუფთავებს ამ მეხსიერებას ისეთი მნიშვნელობებისგან, რომელსაც არ აქვს რაღაცა ცვლადი მინიჭებული. ეხლა ამ შემთხვევაში რა დაიბეჭდება ჩვენს კონსოლში? მოდი ეგეც ვნახოთ და დავწეროთ ესეთი რაღაც node app.js და დავინახეთ ესეთი რაღაც, რომ დაიწერა 10, ანუ a-ს აქვს მინიჭებული 10 მნიშვნელობა, ხოლო დაიბეჭდა b, რომელსაც ჯერ მიენიჭა 10-ის კოპია, ანუ a-ს ვინაიდან 10 ქონდა ამისი კოპია, ხოლო შემდეგ ახლიდან მივანიჭეთ მნიშვნელობა 20. და შესაბამისად, აი ამ 10 და ამ 20 მეხსიერებაში ვინაიდან სხვადასხვა ადგილებზე არის ჩაწერილი, ანუ ერთმანეთთან საერთოდ კავშირი არ აქვთ და დაიბეჭდება 10 და 20. ეს არის უშუალოდ პრიმიტიული ცვლადების, ასე ვთქვათ, თვისება, რომ ყოველი პრიმიტიული ცვლადი არის შენახული შესაბამის გრაფაში, ჩვენს სტეკში, ასე ვთქვათ, კომპიუტერის მეხსიერებაში და მათ ერთმანეთთან კავშირი საერთოდ არ აქვთ. ანუ ყველა პრიმიტიულ ცვლადს აქვს თავისი მნიშვნელობა, რომელიც, ანუ უშუალოდ თავის მნიშვნელობას ანიჭებს, ატარებს. მოდი ახლა განვიხილოთ მაგალითი, პირობითად ობიექტებზე, ანუ ეგრეთ წოდებულ reference ტიპებზე, თუ რა სხვაობაა მათ შორის. ავწეროთ ცვლადი, რომელიც შევინახავთ ობიექტს, ანუ obj1 უდრიდეს მაგალითისთვის names. ვალდოს დავწერ. პირობითად და შემდეგ გავაკეთებ ესეთ მაგალითს. ავწერ მეორე ცვლადს, სადაც ობიექტი 2 ობიექტ 2-ს მივანიჭებთ ობიექტი 1-ის მნიშვნელობას და შემდეგ ვეცადოთ ესეთი რაღაც გაკეთებას.
მოდი აქ დავარქვათ კოტე პირობითად. ანუ ეხლა აქ რას ვაკეთებთ ჩვენ? სათითაო ნაბიჯზე რომ გავიაროთ ისე ჩვენი კოდი. პირველ რიგში ავწერეთ სვლადი, რომელსაც მინიჭებული აქვს ობიექტი, name მნიშვნელობით, თუ ისევ მნიშვნელობის წყვილებით, ხოლო შემდეგ ავწერეთ მეორე სვლადი, ობიექტი 2, ასე რომ ვთქვათ, და ამას ნახეთ, მივანიჭეთ ობიექტი 1-ის მნიშვნელობა, ანუ დააკვირდით name. ხოლო ობიექტი 2-დან ჩვენ შევცვალეთ აი ეს მნიშვნელობა. და მოდი ახლა ვნახოთ თუ რა შეიძლება დაილოგოს ჩვენს კონსოლში. შესაბამისად დავწეროთ ისეთი რაღაც console.log. ეს მაგრად მეხმარება. კოპილოტი. და ვნახოთ თუ რა დაიბეჭდება. დააკვირდით, ამ შემთხვევაში დაიბეჭდა ორივეგან კოტე. ეხლა აქ რა არის საგულისხმო, რატომ მოხდა ასე და რატომ დაიბეჭდა ესე. მოკლედ, ჩვენი ობიექტები JavaScript-ის მეხსიერებაში ინახება ესეთი მონაცემთა სტრუქტურა არსებობს, რომელსაც ქვია heap და მომავალში შესაძლებელია რომ ესეც განვიხილო, მაგალითად რა არის stack-ი, რა არის heap. და ინახება ესეთი რთული ობიექტები ამ ტიპის მეხსიერებაში. ეხლა რატომ მოხდა აქ, ასე ვთქვათ, ორივე ცვლილება, ანუ ნახეთ, ანუ წინა შემთხვევაში თუ 10 და 20 დაიბეჭდა, ანუ პრიმიტიულის შემთხვევაში თუ ამ ცვლადებს ცალ-ცალკე ენიჭებოდათ მნიშვნელობები, ამ შემთხვევაში დაიბეჭდა ორივეგან 1. ეს რას გულისხმობს? როდესაც ჩვენ შევქმნით აი ეს ობიექტი, დააკვირდით, name value ობიექტი, აი ამას, ანუ ობიექტ პირველს მიენიჭა მნიშვნელობაში აი ამ ობიექტის, ასე ვთქვათ, მიმთითებელი რეფერენსი, ანუ სად ინახება ეს კონკრეტული ობიექტი მეხსიერებაში, რომელიც მეხსიერების ტიპი არის heap. ეს რას ნიშნავს? ესე იგი, თუ მიენიჭა რაღაცა მიმთითებელი, სადაც ეს ინახება, ამ შემთხვევაში, როდესაც მივანიჭეთ ობიექტ 2-ს, მივანიჭეთ ობიექტ 1, ნიშნავს იმას, რომ ობიექტ 2-იც იგივე მეხსიერების ადგილზე მიუთითებს, სადაც წერია აი ეს. ამ შემთხვევაში, აი ეს კონკრეტული ობიექტი. ანუ 1 და იგივე, ასე ვთქვათ, პოინტერი აქვთ, სადაც ესენია ჩაწერილი და მხოლოდ ესენია ამ ცვლადებში შენახული. შესაბამისად, როდესაც მე იმ კონკრეტულ მიმთითებელში შევცვალე, ანუ იმ კონკრეტულ ობიექტში შევცვალე name-ის მნიშვნელობა კოტეთი, ეს ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან ორივე ერთი და იგივე ობიექტს უყურებს, ობიექტი 1 და ობიექტი 2-იც, შესაბამისად ის ერთი ობიექტი შეიცვლება და მივიღებთ იმ მნიშვნელობას, რომ რეალურად ერთი ობიექტი შეიცვლება და ესე ცალ-ცალკე არ იქნება. ეხლა ისმის კითხვა, ესე რატომ მუშაობს ესენი? როგორც JavaScript-ის დოკუმენტაციებიდან კითხულობთ ხოლმე, აქ წერია ესეთი რაღაც, რომ ვინაიდან ობიექტები შედარებით რთული სტრუქტურის მონაცემთა ტიპებია, უფრო დიდ ინფორმაციებს ინახავს, მსგავსი რაღაცა, ანუ მსგავსი ტიპის შენახვა მეხსიერებაში, ასე ვთქვათ, ზოგავს კომპიუტერის მეხსიერებას, ასე ვთქვათ, ანუ დუბლიკაციები ბევრი რო არ მოხდეს. მაგრამ პრიმიტიულ ტიპებში ყოველ ახალ მნიშვნელობას ცალკე, ასე ვთქვათ, ადგილი აქვს სტეკში და ყველა ცვლადს ენიჭება თავისი მნიშვნელობა და როდესაც მაგალითად ცვლად სახლიდან მივანიჭეთ სხვა მნიშვნელობას, იმას ძველ მნიშვნელობას, რაც ქონდა მინიჭებული, ეგრეთ წოდებული garbage collector-ი, ანუ ნაგვის შემგროვებელი წაშლის, რომ მეხსიერება აღარ დაიკავოს და შემდეგ მიენიჭება და გამოიყოფა მეხსიერებაში ახალი ადგილი.